მე სემინარიდან მესმის, რომ უნდა არსებობდეს ეკლესიაში საეკლესიო სასამართლო. ეს მესმის სემინარიდან. და რა თქმა უნდა, ეს სტუდენტური კითხვა სტუდენტურად საპატიო კითხვაა, იმიტომ რომ სტუდენტმა ჯერ არ იცის რაშია რეალობა. რეალობაში ეკლესიის ისტორიაში არასოდეს არ არსებობდა საეკლესიო სასამართლო. ეკლესიამ საეკლესიო სასამართლო ასეთი მოვლენა არ იცის. რაშია საქმე? არსობრივი განსაზღვრება არსებობს ეკლესიაში საეკლესიო სამართლის წარმოებისა. საეკლესიო სამართალს ეკლესიაში აწარმოებს კრება. კრება შეიძლება იყოს ეპარქიალური, შეიძლება იყოს სინოდალური და შეიძლება იყოს მსოფლიო. ანუ მსოფლიო კრებებს ეწოდებოდა დიდი და წმინდა კრება, სინოდალურ კრებას ეწოდებოდა თქვათ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი და ეპარქიულ კრებებს ეწოდებოდა ის ეპარქიული პრობლემები, რომელიც განიხილებოდა უშუალოდ ეპარქიაში. რეალურად ეპისკოპოსი, როდესაც ადის საეპისკოპოსოს სახლდარზე და გამორჩეული იქნება რომელიმე ღვთისმსახური ეპისკოპოსად, მან უკვე იცის საეკლესიო სწავლება და საეკლესიო სამართალი, მაგრამ ყველაზე უცნაური რაც არის ეკლესიის პრაქტიკაში, საეკლესიო სამართალი არსებობს, საეკლესიო კანონმდებლობა არსებობს, მაგრამ არ არსებობს საეკლესიო სასამართლო. ეს ამის მთავარი მიზეზი რა არის? ეკლესია აღიარებს სახელმწიფო სასამართლოს, სახელმწიფო მეფეს, მაგრამ მას თავის სასამართლოდ არ აღიარებს. ჩვენ ვიცით, რომ უმეტესი მოციქულები არიან ნაციხარები, მაგრამ ცილისწამებით. სასამართლოს ყავს პროკურორი, რომელსაც შეუძლია განიკითხოს როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე თქვათ სხვა ჩინოსანი. საეკლესიო პრაქტიკაში მსგავსი რამე ორგანო არ არსებობდა, რომელსაც ყავდა მაგალითად რუსეთის მსგავსად რაღაც ობერპროკურორი და მცდელობაც იყო 2010 წლის 17 როგორც მახსოვს ივნისში, 17 ივნისს, რომ შემდგარიყო საეკლესიო სასამართლო რუსეთში. ეს ახლა ის ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ისტორიათან თავმჯდომარეობდა. მაგრამ მე საბოლოოდ აღიარეს მათ, რომ ესეთი რამე გამორიცხული ეკლესიაში არ არსებობს. რა ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა გამსაზღვრელი საეკლესიო წესების. რაშია საქმე? ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მეფეს, იესო ქრისტეს. და ვაღიარებთ მხოლოდ და ერთადერთ სასამართლოს მეორედ მოსვლას. ყველა სხვა გადაწყვეტილება აი ამ სასამართლომდე არის საეკლესიო კრების შეთანხმება და საფუძველზე მიღებული რაღაცა განჩინება. ეკლესიას არ აქვს უფლება ვინმე დასაჯოს. არათუ სასიკვდილო სასჯელი გამოუტანოს, არამედ დააპატიმროს კიდევაც და ტანჯოს. რაც შეუძლია სასამართლოს. სასამართლოს შეუძლია აწარმოოს სახელმწიფო. ეკლესია ამბობს, რომ რადგან ჯერ ზეციური სახელმწიფო არ დაწესებულა დედამიწაზე და ცაცსასწრაფელი არ მოსულა, სასამართლო ვერ შედგება. აქედან გამომდინარე, როგორც კი მე ვაღიარებ, რომ საეკლესიო სასამართლო უნდა შევქმნა, ეს ვიგონებ ახალ რაღაცას და ვუარყოფ მეორე მოსვლის განსჯას. იმიტომ რომ მე ვერ გამოვიტან იმ ობიექტურ, რა ქვია, სასჯელს, რასაც გამოიტანს ქრისტე. თუ მე ვაღიარებ, რომ ეს მეფე, რომელიც დედამიწაზე ვირჩევ, ეს არის ჩემი მეფე, ვუარყოფ ქრისტეს. ამიტომ ეკლესია აი ამ პრინციპს ყოველთვის იცავს. და თუ ვინმე იტყვის ოდესმე, რომ საეკლესიო სასამართლო ეკლესიაში არსებობდა როგორც საეკლესიო მოვლენა და არა დელეგირებული, მას ეკლესიის სწავლებაზე შეიძლება ითქვას მნიშვნელოვან საკითხებში წარმოდგენა არ აქვს. რუის-ურბნისის კრებაც მაგალითად, ეს იყო დელეგირებული სასამართლო ფორმები, ის კრებები, რომელიც 1458 წლამდე არსებობდა კონსტანტინოპოლში, სასამართლო ეკლესიის სახელით იყო დელეგირებული, რომ ისე იგი სახელმწიფო რაღაცა უფლებებს აძლევდა ეკლესიას ეწარმოებინა საერო საქმეებიც და ეკლესია უფლებას აძლევდა სახელმწიფოს ჩარეულიყო რაღაც საერო საქმეებში. ამას თუ ითხოვს ადამიანი დღეს ითხოვს ორი მიზეზით. შეიძლება მოითხოვოს. პირველი, ერთი მიზეზი ის არის, რომ უბრალოდ საკითხს არ შეარესმის და რაღაცა იპოთეტურ სიკეთეს მისდევს და მეორე ვარიანტია უნდა რომ სახელმწიფო ჩაერიოს საეკლესიო საქმეებში. ეკლესია არის აბსოლუტურად სხვა ორგანო და მისი სამართალწარმოება აბსოლუტურად სხვა პარამეტრებისაა.
ახლა აქედან რაშია საქმე? ის აგებულია საღვთო განგებულებაზე, საღვთო ნების მორჩილებაზე და ძველად ეკლესიაში ნივთმტკიცებაც კი არაფერს არ წარმოადგენდა ბრალდებელის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად მოიტანა დღევანდელი გაგებით რო ავიღოთ, მოიტანა ადამიანმა ნივთმტკიცება იმისა, რომ აი ამ პიროვნებამ მოიპარა ეს, იმიტომ რომ ნათეთურები ვიპოვე. ახლა ეკითხება, აი საეკლესიო სამართალწარმოება რო წარმოვიდგინოთ, ეუბნებენ ვინ ხარ შენ? ეუბნება მე ვარ ამ ადამ ეკლესიის წარმომადგენელი, არა მართლმადიდებელი. არ მიიღება. ეკლესია არ იღებს მაგალითად საერთოდ ყურადღების ქვეშ ბრალდებას წვალებლისაგან წერია მიმოსებისაგან, მიმოსები იყო ადამიანიო არა მგრძნეული, არამედ აკრობატი ჩვენებურად რო ვთქვათ, რაღაც სასწაულებს აკეთებს აკრობატულს. ასევე გლადიატორებისაგან. მაგალითად ეხლა დღეს რო წარმოვიდგინოთ, მაგალითად რა, ბოქსიორებისაგან. ვთქვათ, ორი ადამიანი ერთმანეთს თავპირს ულეწავს, მე ამაზე ყველაზე მაგრამ ის დაულეწა თავპირი ჩამოკიდეს იმას медаლი და ის მოვიდა და ეხლა უცებ რაღაცა საეკლესიო სამართალში გაუჩნდა მას პრეტენზია და თქვა რომ ესე უნდა იყოს ეკლესია და არა ესე. ეკლესია იძახ შენ ვინ ახარ საერთოდ? შენ არ გესმის რა ადამიანის ღირსებისთვის ვიბრძვი მე? სადაც ადამიანი მეორეს მუშტს კი არ არტყავს და ამაზე медаლს კი არ აძლევენ, არამედ ამ იმდენად პატივსცემენ ერთმანეთს, რომ შენაც კი აგდებულათაც, מחვილითაც კი ერთმანეთს არ უწოდებენ, უწევენ ერთმანეთს ხმას, ეს სახარებაშია, ხო გახსოვთ, מחვილიც კი ახმაც არ აუწიო მეორეს. სხვა სიყვარულს ვქადაგებ მე. იგივეა მაგალითად ვინ ცხოველებს კლავს სიამოვნებისათვის წერია, რომ ისინიო ვინცო ცხოველებსთან ბორთაბრძოლობენ. ანუ ეკლესიას აქ აბსოლუტურად სხვა სამოთხეში უნდა დაბრუნება, პატივსცემს ცხოველებს, პატივსცემს ადამიანებს, პატივსცემს სხვანაირ ღირსებას და ის საეკლესიო სასამართლოს ვერ შექმნის დედამიწაზე. მხოლოდ შეუძლია საეკლესიო წესით აწარმოოს ადამიანების სწორი მიმართულება ღმერთისაკენ. დელეგირებული სახით არსებობდა, იმიტომ რომ ეკლესიას გააჩნდა მიწები, გააჩნდა ამ მიწაზე მცხოვრები ხალხი, დღეს მარტო ქონება გვაქვს საეკლესიო და ადრე გაგვაჩნდა ჩვენ მოსახლეობას და სოფლებიც. ამიტომ მათ სამსჯავროს ხშირად ეკლესია იღებდა თავის თავზე და მეფე ამის უფლებას იძლეოდა. ანუ დელეგირებული იყო სახელმწიფოსაგან. როგორც ასევე ბევრი საკითხი ეკლესიისაგან სახელმწიფოში. და რაშია საქმე? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ თუნდაც ერთი პიროვნება, ვინც არ უნდა იყოს ითხოვს რაიმე საეკლესიო სასამართლოს, ის ამას ვერ მოითხოვს თუ ეს იდეა არ არსებობს. ეს არ არის ერთი ადამიანის შეცდომა. იმიტომ რომ ეს არ გამიგია ერთი ადამიანისაგან, ეს მე გამიგია ჯგუფებისაგან და რა ვიცი ვისგან არ გამიგია. არსებობს ასეთი აზრი მუსირებს, ასეთი აზრი არის, რომელიც არის რა თქმა უნდა უტოპიური და ძალიან დიდი შეცდომა. საქმე რაშია? აი ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ადამიანებს აკლიათ ქრისტიანული გაზრდა. ქრისტიანული გაზრდა. მე მაგალითად ვიცი ოჯახები და ურთიერთობები მახსოვს და არიან დღესაც ბევრი ესეთი ადამიანი შემორჩენილი, როდესაც მამები უზარმაზარ დონეზე იცავენ პატივისცემას მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილებში მოხდა რაღაცა შეკამათება. ერთმა სასულიერო პირმა მეორე სასულიერო პირს რაღაცა დასწამა. საეკლესიო კანონმდებლობით მინიმუმ 6 ეპისკოპოსი პლუს 1 ეპისკოპოსი, რომელიც ადგილობრივი ან პატრიარქი დღეს, საპატრიარქო, ანუ სხვა არის სინოდალური მმართველობა, სხვა არის საპატრიარქო მმართველობა, საპატრიარქო მმართველობაში პატრიარქი და პლუს 6 ეპისკოპოსი უნდა გამოვიდეს ბრალდებით, რომ მღვდელს დასდომ ბრალი. აი წარმოვიდგინეთ, საეკლესიო კანონმდებლობა ჩვენ რო ვიძახით, რომ გავფილტროთ მღვდლები და რაღაც საშუალებით, ძალიან რთულია. მე კითხვა მესმის. ეკლესია უდგება ამ საკითხს სხვანაირად. ეკლესიაში რეალურად სხვა პრობლემაა. ეკლესიაში რეალურად წყემსები არიან ნაკლებობაში. არ ყოფნის ეკლესიას წყემსები. ამიტომ სახარება პირდაპირ ძახის, არ მოვიდნენ რჩეულები, კარგად მოაზროვნეები, კარგად მოფიქრალები, დახვეწილები, ჯანმრთელები, ესენი არ მოვიდნენ ეკლესიაში. ამიტომ ეკლესია უფალმა დაუძახა ყველა სხვას თუ ვინმე მოვიდოდა. და ლუკას სახარება პირდაპირ საზღვრავს, დაუძახეთ ბოროტსა და კეთილს და მოიყვანეთ ჩემთან და ავსეთ ჩემი სახლი. სხვა სახარებაში წერია, გავიდა მაცხოვარი სამუშაო ბირჟაზე და ეუბნება, არავინ აგიყვანათო, არა, ყველამ დაგვიწუნაო. მაშინ ჩემთან მოდით და იმუშავეთ. დაწუნებულები აყავს უფალს და ამ დაწუნებულებს თავისი მინუსები აქვთ. ბოროტებიც არიან რაღაცით, ხო, რაღაც, მაგრამ უფალს ემსახურებიან. ეკლესიის მეთაური და მე ხა ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს ღირსება ყველაზე დიდი ჩვენი ის არის, რომ დღევანდელ საპატრიარქოს მეთაურს ესმის ეს მთავარი არსი სახარებისა. მას ყველა ყავს
და შეიძლება შიგ რაღაცა დუღილი მოხდეს და შიგ ერთმანეთში პატარა კამათები იყოს. მაგრამ მე თუ ეს ერთი კატეგორიის ხალხი დავიტოვე, ეს ნიშნავს, რომ მე ვიღაცები მოვიკვეთე და რაღაცა სექტას დავემსგავსე. რეალურად ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა სახარებისეულად, რომ ადამიანები მოიყვანო და მე რეასწავლო მათ სიყვარული და ისინი ერთად ყავდეს და ნელა-ნელა ეს დუღილში დაიწვიდოს. ამის სულძლებაც უნდა გეყოს, ძალაუფლებაც უნდა გეყოს და ყველაფერი. თორე ახლა ასეთი თქვათ მცდარი, გაუაზრებელი გამოთქმები ბევრი იქნება და მოწოდებები. რა თქმა უნდა, ხა ეს ვინც იცის მისთვის ცოტა გაეცინება ახლა, ხო? ნუ რა საეკლესიო სასამართლო არასოდეს არ ყოფილა ეკლესიაში, არადელეგირებული. არასოდეს არ ყოფილა. და სრულიად წარმოუდგენელიც არის ეს საეკლესიო ინსტიტუტისაც. ეხლა რაშია საქმე? მაგალითად მაცხოვრი პირდაპირ ამბობს, რომ ცათა სასუფეველში ვერ შეხვალთ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება ფარისევლების და სასუფეველის სიმართლეს. ეს რას ნიშნავს? ფარისევლები ყოველთვის მოითხოვდნენ იურიდიულ სიმართლეს და მაცხოვრი ყოველთვის მოითხოვდა მოწყალებას. თუ ვიღაცა რჯულს ვერ დაიცავდა, ფარისევლები კვეთავდნენ ეკლესიიდან და განაყენებდნენ და მაცხოვრი რაღაცას პატიებდა. შეუძლებელია იურისპრუდენციურად ეკლესია მოაწყო, იმიტომ რომ მაშინ ვეღარაფერს აპატიებ. მაგალითად 54 კანონი ბასილ დიდისა ამბობს, რომ მღვდელს აქვს უფლება, როდესაც მოვა ადამიანი და აღსარებას ჩაიბარებს, მას განუსაზღვროს როდის აზიარებს. ეს მის უფლებაში შედის. და ერთი მღვდელიც ვერ გადაწყვეტს ღვთისმოწყალებას. არა, ანუ ვერ იტყვის მღვდელი, რომ იცი რა, მე აი კანონში მიწერია, საეკლესიო სასამართლომ დამიდგინა, რომ ამ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ 7 წლის მერე ვაზიარებ. ეს არ არსებობს ეკლესიაში. ეკლესია ყოველთვის არის შემწყდარებელი, შემწყალებელი, განსხვავდება ქართული სიტყვა, სნისხაჟდენი ეპიკია ბერძნულის და სნისხაჟდენი რუსულის და აბსოლუტურად სხვა კანონმდებლობით უდგება კაცობრიობას. ის ეკლესია ვერ იქნება სასამართლო, ეკლესია არის შემწყალებელი უფრო ვიდრე გასამართლებელი. გასამართლება ხდება ხორდ-მეღორდ მოსვლას. რაც შეეხება სასულიერო პირებს, ერთ სასულიერო პირი აბრალებს მეორე სასულიერო პირის რაღაც დანაშაულს. ეს დანაშაული მას შეიძლება მიიტანოს ეპისკოპოსთან, თქვას, რომ მე მაშინ დავინახე საეკლესიო მწვალებლური აზრები, ამიტომ მიმაქვს ეპისკოპოსთან, რომ 6 ეპისკოპოსმა პლიუს პატრიარქმა გამოაცხადოს ბრალდება. ამის მერე წერია საეკლესიო კანონმდებლობაში, კართაგენის კრებამოს კონკრეტულად, რომ ერთი წელიწადი ეძლევა მღვდელს და ამტკიცოს, რომ არ არის ესეთი. შენ რომ გამოდიხარ და იძახი, რომ იცი, ეს ასეთია, რა თქმა უნდა ცდები. ეკლესია არის ორგანო, რომელიც შეცდომას ყოველთვის უყურებს გონიერებით. ძალიან ბევრი მამა სწორი აზრით ამბობდა რაღაცა და არასწორად გამოთქვამდა. იქნებ ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე. იქნებ ჩვენ იმ ადამიანმა გამოთქვა ეს აზრი სწორი დატვირთვით და იგულისხმა არასწორად. ან არასწორად გამოთქვა და ეს არასწორი იგულისხმა. აი ჩვენ ხო არ ვიცით, ამას ხო განსჯა და დრო უნდა. ამიტომ ასეთი რეპლიკა, ასეთი გამოთქვა არის შეცდომა. მაგრამ ეხლა მეორე მხარია. ამის რეპლიკას რო აყვეს მეორე საზოგადოების სასულიერო მხარის ნაწილი და იგივე შეცდომა დაუშვას და გამოაცხადოს, რომ მეორე მხარეს არიან ბნელები და ყველაზე მეტად დასანანი რაც არის, რომ არასასულიერო პირები, არამედ ამ სასულიერო პირების მრევლი აკეთებს ამ განცხადებებს და იმ ბრალდებას, რომელიც უნდა გაისმეს 7-6 ეპისკოპოსისგან პლიუს პატრიარქისგან, ამას აცხადებს მრევლი, რომ ის მღვდელი არის მწვალებელი და ბნელი, ეს არის ამ მრევლის აღზრდის პრობლემა. და ამაში რა თქმა უნდა დამნაშავე არის სასულიერო პირიც. ან დღესვე უნდა დაიწყონ ამისი გამოსწორება. არაფრით არ შეიძლება, ეს არის მამური წესი, რომ მამებმა მამებში უნდა გაარჩიონ საქმე და ბაღნები ამაში არ უნდა ჩაერიონ. უნდა იყოს დიდი პატივისცემა, დიდი მოგწალება, თუნდაც ეპისკოპოსს შეეშალოს რამე. რომ ეპისკოპოსს შემთხვევით არ შეეშლება რამე, არც მღვდელს. ეს რაღაცა აზრია, რომელიც საუკუნეები არსებობს, მუსირებს, რაღაცა ღელავს, რა ვიცი მე და ცეცხლი უკიდია. რეალობაში ჩვენ კაცობრიობა როგორ აქვს მოწყობილი? კაცობრიობაში ხედავთ რას? რომ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ზნეობას არიან აცელილები. და არის მაგალითად სამყაროები, სადაც მრავალცოლიანობა და მრავალქმრიანობა ჩვეულებრივი ეთიკური კანონია. არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ღმერთს არიან აცილებული და არიან წარმართობაში. არიან ადამიანები, რომლებიც არიან მერე მწვალებლობაში. არიან მერე მართლმადიდებლები, რომელთში ონდოლოგიურად სხვანაირად აზროვნებენ. ჩვენ ხედავთ, რომ გრადაციები ძალიან დიდია დაცემის და ეს რომ ადის თავში ის უფრო מחვილდება თავში და რა თქმა უნდა აქ უფრო დაძაბულია და თითოეულ სიტყვას და თითოეულ აზრს ჩვენ ვეკიდებით, რომ არ ავწდეთ მართლმადიდებლობას და მე ამ აზრმა არ წაგვიყვანოს სხვაგან.
დასაფასებელია ეს მიდგომა, ძალიან დასაფასებელია. მაგრამ არის რაღაცა ნორმები. არის საეკლესიო ნორმები და ჩვენ ვამბობთ, ბატონო, ეკლესია ამბობს, დაგიძახეთ თქვენ ავადმყოფებს, მოგიწოდეთ სასულიერო პირებად, იმიტომ რომ რჩეულები არ მოვიდნენ, მაგრამ ეხლა მე აქ მაქვს სხვა კანონები, რომლითაც მე ვფილტრავ ამ მდგომარეობას, ანუ რომ აი რაღაცა ადამიანი რომელიც არ არის თავისთავად ფლად დახვეწილი, შეიძლება კიდევაც ხო, მაგრამ აი ეს შეცდომები რომ დავიცვათ, უნდა გავაკეთოთ ეს, რომ სასულიერო პირზე არ შეიძლება ბრალდება მორწმუნისაგან, ეხლა არა მორწმუნი შეუძლია აგინოს კიდევაც. და ეს არაფერში არ ითვლება, იმიტომ რომ ის ისე აზროვნებს. და შეიძლება პატივიც იყოს ჩვენთვის. არა მორწმუნემ, თუ მორწმუნეობს ის და მორწმუნე ქვია, მღვდელს და სასულიერო პირს არ შეუძლია არ აქვს უფლება ბნელი უწოდოს. არც ერთ მხარეს. საეკლესიო სამართლის წარმოება და სასამართლო ეს აბსოლუტურად სხვადასხვა მოვლენაა. ეკლესიას ვერ ექნება სასამართლო, თავისი პროკურორის, მაცხოვრით და ეკლესია ვერ გააკეთებს სასამართლოს, იმიტომ რომ სასამართლოს თავმჯდომარე ყოველთვის არის ქრისტე. და საეკლესიო გაგებით ეს რამე არ არსებობს და არასდროს ეს ეკლესიას არ დაურღვევი. საერთოდ განმსჯელი კომისია ეს არის კრება. მაგრამ კრება არ იქნება ორიენტირი როგორც სასამართლო. რა არის სასამართლო და იურისპრუდენციული ფორმა სასამართლოსი? სასამართლო იურისპრუდენციული ფორმა არის ის, რომ სასამართლოს გამოაქვს მხოლოდ და მხოლოდ განმსჯელი დადგენილებები. ვიღაცას რამდენი მიუსაჯოს, გაამართლოს თუ დასაჯოს. ეკლესიის კრება ამითი არ არის დაკავებული. ეკლესიის კრებაა დაკავებული, როგორ ახორციელოს მისიონერობა, როგორ შეიწყალოს ხალხი, როგორ დაეხმაროს ჰუმანურად და ერთ-ერთი მისი კანონი და ერთ-ერთი მისი დებულება არის მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო სამართლის ნორმებში რაღაცა წესების წარმოება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი განაკვეთი მისი მოქმედებისა. სასამართლოს მხოლოდ და სასამართლო პროფილირებულია. და ეკლესიის კრება და ვერ იქნება დამსჯელი ორგანო, ვერ დამსჯელი ორგანო ვერ ექნება ეკლესიას. ეკლესია დაიბადა დედამიწაზე არა იმიტომ ვინმე დასაჯოს, არამედ იმიტომ რომ ვიღაცა შეიწყალოს და გადაარჩინოს. სხვა შემთხვევაში ეკლესიას აქვს მოკვეთის ფორმა. დამსჯელიც არა აქვს. როგორც სასამართლოს, მოკვეთის ფორმა გააჩნია. რაშია საქმე? ეკლესიას აქვს ასეთი ფორმა. ეკლესია შეუძლია კაცი დააყენოს აი რა 4 ფორმა ძირთად. ეს არის უზიარებლობა, ეს არის დაცადება დაყენება იგივე, ეს არის მერე ანათემა და შემდეგ არის ანათემა, ანუ განკვეთა და შემდეგ არის შეჩვენება, ანუ კატარა. ხლა ეს ყველა ფორმები აქვს ეკლესიას. ამის იქით არაფერი არ აქვს ეკლესიას. ამის იქით ეკლესიას არც არაფერი თვითონ იქით რო აწამო ეკლესია ის წამებაზე მიდის. ეკლესია იქით ვერავის ვერ აწამებს უკუღმა. პირუკუ. ამიტომ აქედან გამომდინარე მე ვამბობ, ვინც ითხოვს ეკლესიის სასამართლოს შექმნას არა მამა არასებობს აღდგენაო თქვა აღდგენა არ არსებობს ეკლესიის ისტორიაში სასამართლო არ არსებობს ეს არის შეიძლება ტერმინოლოგიური შეცდომა იმიტომ რომ დელეგირებულად კონდიდელიც იყო რა ქვია საეკლესიო სასამართლოს წევრი მაგრამ საეკლესიო სასამართლო იმიტომ ერქვა ამას რომ სახელმწიფოს იყო მიბმული და ამას განჯიდა თორემ პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს რომ ჩვენო სუფრების იმას გაშლას უარ გადავყვეთო და აქ თამადობასო დიაკვნები გამოვირჩიოთო ანუ სასამართლოზე კი არა პავლე მოციქული იმაზე არ კარგავს დროს რომ ქადაგება დაკარგოს რომ ვიღაცას მოწყალება მისცეს ამიტომ საჭმელი მიუტანოს აქედან გამომდინარე აქ ეკლესიაში გადანაწილდეს ფუნქციები მოცხოვარს დიაკონი სულ არ დაუწესებია მაგრამ მოციქულებთან დაწეს იმიტომ რომ საჭირო გახდა ეკლესიისათვის ასეა საჭირო ეკლესიამ რაღაცა წესები დააწეს შემოიღო ეპისკოპოსობა ხო ადრე არც იყო ყველა ეპისკოპოსი იყო ადრე და მე შემოდის როგორც ქორეპისკოპოსი მღვდლობა და შემოდის როგორც უკვე ერთი ორგანო მაგრამ მიუხედავად ამისა რადგან მას ეგ მღვდლობა ყოველთვის რჩება ხიროტონია და არა ხიროთესიად ამიტომ როგორც ხიროტონია ერთ კაცს არ შეუძლია მღვდელი დასაჯოს იმიტომ რომ ის არის ხიროთესირებული ასევე დიაკონიც ხიროთესირებულია და მხოლოდ და მხოლოდ მისი ერთი მღვდელთავრისგან კურთხევა ხდება მრავალი მღვდელთავრის წამების ანუ მოწმეობის იმითი რა ქვია პირობით და კი ვაკეთებ მე როგორც ერთი ეპისკოპოსი ხელდასხმას თუ ბევრი სწრაფი ვერ საკეთებს მაგრამ განკვეთის შემთხვევაში მე იგივეს ვერ ვაკეთებ იმიტომ რომ მე ვაღიარებ რომ ეს არის ხიროთესია და ამას მე ვერ გავმკვეთავ ერთი შეუძლია მით უმეტეს ვერ შევაჩვენებ გამორიცხულია იმიტომ რომ ეხები შენ მღვდელს და ეკლესია ამას იცავს როცა შენ ახლა ეკლესიაში ის დაკარგე რომ შენ მრევლი ვერ გაგიჩერებია მღვდელს ლანძღავს ეს შენი შეურაცხყოფაც არის არ შეიძლება როგორი შეცდომაც არ უნდა გქონდეს მღვდელს გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ 6+1 ეპისკოპოსი დიახ ძალიან დიდი ერთი ეპისკოპოსი პლუსი არის პატრიარქი ჩვენთან შეუძლებელია ეს არის ტერმინშია უნდა არ დაუშვათ ეს არასოდეს რომ საეკლესიო სასამართლო ვერ იარსებებს ესეთი მოდული ეკლესიას ვერ ექნება
აქ არის სხვა რამეზე ლაპარაკი. მე წეღარო ვთქვი, რომ ერთი ეპისკოპოსის განხილვა, განკეთა არ შეუძლია, ისა ერთი მღვდლის განკითხვა არ შეუძლია ერთ მღვდელს, არამედ 6 ეპისკოპოს პლუს პატრიარქს. ეხლა ეპისკოპოსის განკითხვა შეგვიძლია შეადვილად? ეპისკოპოსის განკითხვაზე პირდაპირ წერია, რომ 12 ეპისკოპოსს უნდა განეკითხოს ეპისკოპოსი. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ რო რაღაცა შეცდომა რო ხდება, ამ შეცდომაზე რამდენად ავყმებით, იმდენად უარესობას ვაკეთებთ. იმდენად უარესობას როდესაც ეგ. რა თქმა უნდა, უარესობაში ვარდებით. ამას კი არ უნდა ავყვეთ ჩვენ. გვაქვს ჩვენ რაღაცა კანონი, ვიღაცა შეეშალა, შენ შეცდომას რატო ამატებ? გვაქვს რაღაცა კანონი, მოვუცადოთ. ეკლესიას აქვს თავისი კულტურა. ეს შეიძლება ერის კაცმა მოითხოვოს ვიღაცის დაჟჯა, განკითხვა, შეურაცხყოფა. ეკლესია ამას ვერ გააკეთებს. ეკლესია ამას ყოველ სხვა სასწაულის დათმენას თვითონ ვერ დაითმეს? ამას ვისაც მიაყენა მან შეურაცხყოფა თუ ვინც არ უნდა იყოს ეს? არსებობს ინსტანცია, რომელიც ამას განსჯის. არსებობს ინსტანცია, რომელიც ამას პასუხს გასცემს. მე, როდესაც კითხვას მისვამენ, მე არ შემიძლია ვინმე გავსაჯო, იმიტომ რომ მე უკვე ვარ ღვევ ამის და ამ წესს. მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა. მე ვთქვა, რომ ეს აზრი რამდენად სწორია. მე ვამბობ, რომ ეს აზრი იოტას დონეზე არ არის სწორი. რომ არავით არის საეკლესიო სასამართლო არ არსებობს და ვერ იარსებებს ეკლესიაში ეს მოდული. გამორიცხულია. ეკლესიის ყველაზე მაღალი სასამართლო და სამსჯავრო ეს არის სინოდი. და ყველაზე მეტი სასჯელი ეს არის უზიარებლობა. ეს არის დაყენება, ეს არის ანათემა და ეს არის განკვეთა. მე მაგალითს მოვიყვან. განკვეთა ბოდიშით შეჩვენა. ჩვენ ხომ ლაპარაკობთ მორწმუნე საზოგადოებაზე. მორწმუნე საზოგადოებას რატომ ამო სხვა არ არის სიტყვაზე ეკლესიაში მომავალიც რა? სიტყვაზე მოდის ხვალ ეკლესიაში ეს ადამიანი და შეხედა ვისთანაც მოდის და აღარ ეკლესიას აქვს თავისი პრინციპი. ეკლესიას იუდაც ყავდა, მაგრამ რა ვქნათ ახლა ეკლესია ქრისტიანები აღარ არსებობენ? ხო, მაგრამ ესე ღიათ ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი ეკლესიას არ დაუკარგია თავის სახე და ეგრე ვიღაცამ ახლა შეიძლება ქრისტეს დააბრალოს იუდა რამე გაზარდა. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში რამე პრობლემა არსებობს შიგნიდან. შიგნიდან ეკლესიაში პრობლემა ვერ იარსებებს ესე ადვილად, რომ მას რადგან სასამართლო არ აქვს, ეკლესია თუნდაც ვერ ფუნქციონირებს. ეს ტყვილია. მე ვისაც ვიცნობ ამ წუთში სასულიერო პირებს, ყველამ ძალიან კარგად იცის საეკლესიო წესები და საეკლესიო კანონმდებლობა. და ეს რა ეტაპზე როგორ იცვლებოდა? მე მაგალითი მომყავდა ახლა. მაგალითი არის ასეთი, რომ ეკლესიას თავის დროზე ქონდა ეკლესიის თვითონ ლიტურგიაშიც მადლი მიგების სახურებაში, ჟამის წირვაში ანათემის წესი. გამოდიოდნენ და ანათემა ამას და შეჩვენებას აცხადებდნენ კვერექსის სახით. მაგრამ ეს სახე ამოიღო. მაგალითად პავლე მოციქული ამბობს, ანათემა ვის უცხადებს ანათემას პავლე მოციქული? ანათემას უცხადებს ადამიანებს, ვინ შეცვალოს სახარება. და ვიცით ახლა ჩვენ ესე იგი იეღოვას მოწმეებმა სახარება შეცვალეს კი არა, ნუ რაღაცა კატასტროფა გააკეთეს, ხო? რომელიც ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან პუნქტში არის სულ სხვა რამე, რომელიც დედამიწაზე არ არსებობს ისეთი ხელნაწერი, რომელიც მას ემთხვეოდეს. არ არსებობს უბრალოდ და აქ შეცვლა არის, როგორ ვთქვა, უთხოვარად სახეზე. მაგრამ აგერ შეიკრიბა კრეტაზე დიდი კრება და ანათემა ვერ გამოაცხადეს. და რატო ამასაც ისიც ხო ჭკვიანი ხალხი შეიკრიბა, იქ ხო ესე ადვილი არ ხდება ამისი გამოცხადება. უამრავ რამეზე მაგათაც წერია, ვისაც არ უყვარდეს იესო ქრისტე ანათემა. პატრიარქს ვინც არ დაემორჩილება მამაო. და რაშია ახლა საქმე? საქმე იმაშია, რომ საეკლესიო კანონმდებლობით, გვიანდელი საეკლესიო, აი დელეგირებული კანონმდებლობით, ის ვინც არის შეჩვენებული, მას აღარ შეუძლია ეკლესიის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ანუ უკან მოbrunდა. ეხლა მე თუ გამოვაცხადე დღეს იეღოველი შეჩვენებულად სიტყვაზე, ხო? ხვალ რო ეკლესიაში მოვა, ამას ხო ვერ ეს კლიშეთ ხომ არ მექნება, მასე რო შეჩვენებ, დამხა ხო არ მექნება, მასე რო შეჩვენებული. ამიტომ თვითონ ეკლესიამაც იცის რა ეს ამ კანონების ფორმები, განვითარება, მისი რაობა, მიიღო რაღაცა წესები და მიიღო რაღაცა კანონმდებლობები და რაღაცა ფორმები, რომელსაც დღეს აწარმოებს, ხო? სხვანაირად, ჩვენ რო ახლა სასამართლო გქონდეს, ეს კანონი იქნებოდა უცვლელი. ეს კანონი იქნებოდა როგორ ვთქვი, საეკლესიო სასამართლო რო არსებობდეს და ის დელეგირებულის რო გამოეცხადებოდა საეკლესიო სასამართლო გამოეცხადებინათ, იქნებოდა რომ დღეს იქნებოდა უცვლელი რაღაცა მუხლები იურისპრუდენციური და აბსოლუტურად მივიღებთ რაღაც სიმახინჯეს ეკლესიური სახით. ბევრი ამბობს, რომ ეკლესია ვერ ფუნქციონირებს საპატრიარქო კარგად, იმიტომ რომ ეკლესიაში საპატრიარქოში არსებობს საეკლესიო სასამართლო. არ არსებობს, იმიტომ რომ ავერცი არსებობს და არც არასოდეს არ იყო. და ეს არის პირიქით, ესე იგი, შედავება აბსოლუტურად ამ საკითხში უცოდინარი ადამიანის, იმიტომ რომ ძალიან ბევრისაგან გამიგია, ეს მე ერთი კაცისაგან არ გამიგია.
ამიტომ ამ საკითხი ჩვენ ეკლესიას ვერ განვიკითხავთ, ეგეთი რამე არ არსებობს. ეკლესიაში რა ფუნქციებიც არსებობს დღეს არავის მით უმეტეს მაღალი იერარქებს არავის არ აქვს პრობლემა პატრიარქთან შევიდეს და რამე საკითხი დაილაპარაკოს და ვერავინ ვერ გადაუდგება წინ ეგ არის ზღაპარი. არავის მაგალითად თეოლოგიურ ტრაქტატებს არავინ არ წერს და კალამი არავისთვის არ წაურთმევიათ, რომ ახლა რაღაცას თეოლოგიურ რაღაცა იმაში ხელი შეუშალეს, რომ რაღაც არ გამოაქვეყნა, არ დაწერა, ზღაპარია. თუ ვითხოვთ ჩვენ რაღაცა ამ სახელის უკან, რაღაცა მყარ ობიექტურ იურისპრუდენციურ მუხლებს, რომელიც არ უნდა შეიცვალოს ეკლესიაში და უნდა იყოს მყარი, მაშინ ჩვენ ამ კანონებით ეხლავე გასახდელი ვართ და გასაგდები ვართ ეკლესიიდან, იმიტომ რომ მღვდლებად კი არა და დიაკვნებად კი, ეპისკოპოსად კი არა და მღვდლებად, დიაკვნებადაც არავინ გვაკურთხებდა, შეიძლება წინა წარსული ისეთი გვაქვს, რომ იმ კანონებით საერთოდ არავინ მოგვიშვებდა ეკლესიაში. ამიტომ როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე რაღაცას აყენებ, ხო, რეუნები რაღაცა ბრალსდებ ეკლესიას, რომ იცი რა შენ სასამართლო არა გაქვს. ის სასამართლო შეიძლება პირველი მე მომხვედროდა, თუ რამე ეგეთი არსებობდა. ამიტომ ეკლესია არ არის ესეთი ინსტიტუტი. ეკლესია არის ინსტიტუტი, რომელიც ამბობს, რომ კაცობრიობა დაეცა. კაცობრიობა წარწმუნდა. ეხლა მოვიდა ქრისტე და აი ამ წარწმენდილებიდან ვინ გადაარჩინოს? ყველა წარწმენდილია. ამ გაშავებულებიდან ვინ გაათეთროს? არ არის ეგრე, არავინ არ არის თეთრი. ყველა დაცემულია. ყველაზე დიდი წმინდანიცო დედამიწაზეო იოანე ნათლისმცემელიო არა არის ისეთიო როგორც 1000-ში. 1000-ში უკანასკნელი არ კადრულობს ამნაირი იყოს. ანუ სხვა არის ჩვენი დაცემული ბუნება. და ამ დაცემული ბუნებიდან ქრისტემ გითხრა რომ გადაგარჩინოთ ახლა. ეკლესია აქედან იქით უყურებს და არა იქიდან აქეთ. თუ იქიდან აქეთ უყურებს ეკლესია და ზემოდან და ესე ზეურად და ამპარტავნულად, მაშინ მას ბევრი რამ შეეშლებოდა. ამიტომ არ არის ეს დამოკიდებულება. აქ არის დამოკიდებული რაში? რომ ეკლესია განსაზღვროს კანონებს მხოლოდ მორწმუნეებისათვის. და მორწმუნეებს არასოდეს ურწმუნებს არ აყენებს არასოდეს მორწმუნეებზე წინ. ხო? აი ხა მაგალითად რო ვთქვი, რომ ეკლესია წარმოვიდგინეთ როგორი გამჟღილი ორგანოა, სადაც ნივთიერი მტკიცე არაფერს არ წარმოადგენს. თუ ის წარადგინა ისეთმა ადამიანმა, რომელსაც ეკლესია პატივს არცემს. ამიტომ ეკლესია იძახის, რომ მე შეიძლება შენ დაინახე და მოწმე ხარ, მაგრამ შეიძლება ეშმაკი დაინახე, მე რა ვიცი. მე სხვა ორგანო ვარ, სხვა მისტიკა ვარ. შეიძლება შენ ათეთურები გაქვს, მაგრამ მე რა ვიცი, ხა დღეს ესეთი ტექნიკაა, რომ შენ ისეთი მზაკვარი ხარ, შეიძლება წახვიდე და ლატექსით იმას ქენი, რა ქვია, დაბეჭდე ვიღაცის ხე ისინი, ანაბეჭდები, ეს დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია და იმის იმითი მოიპარე რაღაცა და იმის ანაბეჭდები იმიტომ ამოვიდა. რა ვიცი მე რა ხდება. ამიტომ ეკლესია არ არის სასამართლო ფორმის განსჯელი ორგანო, რომელიც აგებულია ნივთკიცებებზე და რაღაცა სხვა რაღაცა ფასეულობებზე. არამედ ის ამბობს, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველმეტყველი ადამიანი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა. ის თავის ნებით უნდა მოვიდეს და მითხრას, რომ აღსარება ჩაამბაროს. თორე შეიძლება დაიმალოს აღსარება და ის ეზიარებოდეს. და იმისი გამსჯელი, უფალი და დამსჯელი არის ღმერთი. და პავლე მოციქულიც ამბობს, ბევრი უღირსად ეზიარები და ამიტომ კვდებით და ამიტომ საფლავით საწოლებიდან ვეღარ დგებით ფეხზე. იმიტომ რომ მატყუებთ მეო. და არ ეზიარებით წმინდათო. აქედან გამომდინარე ეკლესია სხვა გადასახით უყურებს ამას. და ეკლესია მიცის, რომ ვერასოდეს დაწერილი კანონი ვერ აჯობებს ცოცხალ ადამიანს სამართალში. ამიტომ ეკლესია კრებითად ცოცხლად გარჯის ამას. სასამართლომაც ბოლოს ეგ მიიღო. დედამიწაზე მუდმივად იწერება იურისპრუდენციული და სასამართლო კანონები, მაგრამ ბოლოს მაინც თქვეს, რომ საჯულების სისტემა არის უფრო გამართლებული, იმიტომ რომ მაინც ბოლოს ადამიანმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა თუ არა. იმიტომ რომ კანონი შეიძლება ისეთი ხრიკები ჩაუტარო, რომ თავი გაიმართლა. ამიტომ ეკლესია მუდმივად ცოცხალი ორგანო იყო, მუდმივად ცოცხლად განსჯიდა ყველაფერს. და ამ ცოცხალ გამჟელობიდან ჩვენ ვერ გადავართ ახლა სასამართლო მკვდარ გამჟელობამდე და რაღაცა იმამდე მუხლებამდე და თეზისებამდე მხოლოდ. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამე. მნიშვნელობა არ აქვს შეეშალა. შემშლეს პასუხი გასცეს იმ ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია. მე თუ ჩავერიე იმ ორგანოში, მე ვარ დამნაშავე. მე თუ განვიკითხე, მე ვარ უფლის წინაშე დამნაშავე. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ სასულიერო პირს შეეშალა ეს თუ არასასულიერო პირს შეეშალა და მორწმუნეა და მრევლია, მან ყველა თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს. ყველა თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს. თავისი ადგილსა და ამ სიმდაბლის შემთხვევაში არავინ არ დაბკოლდება დავიჯერ. მე ასე ვფიქრობ. თორე მე რას ვხედავ რეალობაში? მე რეალობაში ვხედავ ასეთ საქმეს. რამდენიმე თეოლოგი, ზოგი მწერ, ზოგი აი განიკითხავს იქ ისია, იქ საპატრიარქოში, ყველას არ მოწონს. რეალობაში რო ვკითხავ რა გინდა, ხო? ნუ რა მინდა და უნდა იყოს ისე როგორც მე მინდა. და უნდა იყოს ესე უნდა წავიდე, მე უნდა მოვიდე. ჩვეულებრივი რევოლუციური მოთხოვნები. ეს არ იქ რა იწვალა კაცმა, იქ ადმინისტრაციაში რამდენს მუშაობდა, რა დამსახურების არ აინტერესებს იმას. ის მოდის ახალი იდეებით, შეპრობილია მარქსისტული რაღაცა იდეებით და გონია რომ ეხლა ამას რო გააგდებს თვითონ რომ მოვა და მშვიდობა დადგება. არ დადგება მშვიდობა.
1000-ნაირი რევოლუცია დედამიწაზე მომხდარა და მშვიდობა არასოდეს არ დამდგარა. და ყოველთვის მოდის ერთი სისტემა და ანაცვლებს მხოლოდ მეორე სისტემას. და დემოკრატიული ფორმები ხან მატულობს, ხან შეფარულია. მატულობს ერთ რამეში, ეცემა მეორე რამეში. შეიძლება ფიზიკურად წარემატებას ნეობრივად იკლებს, ან ფიზიკურად იკლებს ნეობრივად წარემატებას. ვერ გაიგებ, რა, ორივე ერთად 60-ისეულად არ არის. ამიტომ როგორც კი მე ვიტყვი, რომ 60 ვიპოვე დედამიწაზე, იყო ასეთი ხო ეკლესიაში ასეთი რაღაცა მოვლენებიც, რომ აიძახდნენ, რომ აი დედამიწაზე დავამყარეთ ძესიური იერუსალიმი, ხო? და მივიღეთ სინამდვილეში რა, შევქმნით დამსმენთა ინსტიტუტები. იმიტომ აბარა, როგორც კი ეკლესიაში რაღაცა სამართლო ფორმას მოიგონებ და რაღაცას შეთხსავ, იმ წუთში იქნება დამსმენი ინსტიტუტები, იმ წუთში იქნება მოძიება საბუთების, იმ წუთში იქნება ერთმანეთის სადმის სასმენების ჩადება, ვიდეოების დამონტაჟება. უკვე არის ეს სხვაგანწავა ეს ყველაფერი, სხვაგანწავა. ამიტომაც რეალურად საპატრიარქო იმ წუთში მე ვფიქრობ და ბიორჯოს შევხვედრი, შევსწრები ვარ ამ მომენტს, რომ რა ყოფილა რაღაცა მტკიცებულება და არ აინტერესებს ეს მტკიცებულება. იმიტომ არ აინტერესებს, რომ მტკიცებულებაზე მაღლა დგას ის ზნეობრივი ფორმები, რა ფორმით მოხდა მტკიცებულების მოპოვება. რა ფორმით მოხდა ამ ადამიანზე ზეწოლა, რა ფორმით მოხდა ჩასაფრება. არის ესეთი რაღაცეები. იმიტომ ეკლესია ამას როგორც კი აფშიშტომას გააკეთებს, ეს სოფელი ამაში დახელოვნებულია. აი ეს რა მაგრამ ყველას გაგაყრენია სტატრიდან. მეტი გაფერი არ მოხდება. დიახ. ვიმეორებ კიდევ, არადელეგირებული სასამართლო ეკლესიაში არ არსებობდა. იმიტომ სასამართლო ეკლესიაში არის მხოლოდ მეორედ მოსვლა და გასჭა. და მაცხოვარია მისი მთავარი მოსამართლე. დანარჩენი ყველაფერი არის კრებითობა, ყველაფერი მხოლოდ არის დადის უზიარებლობამდე, ანათემამდე და შეჩვენებამდე. და შეჩვენებას ამ ბოლო დროს ეკლესია აღარ აიყვანა თავის კანონის ლიტურგიულ დონეზე და აბსოლუტურად აქსიომად არ აქცია იმის და იმის გამო, რომ შეჩვენებითი ფორმები ეკლესიაში ბევრია და ამას ვერ მიუყენებ ყველას და ხვალეს ხალხი ისევ ეკლესიაშია მოსასვლელი. ამიტომ უნდა ვაცადოთ იმათ, ვისაც აქვს ამ ეკლესიის წესების გამოცდილება. ვინც იცის რომელი კანონი რატო იყო მიღებული, როდის და რანაირად. როგორ წარმოებს ეკლესიის სამართალი და არა ეკლესიის სასამართლო. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ დაცული ვიქნებით, არ დავბრკოლდებით. ჩვენ თუ გვექნება იმისი კულტურა, რომ ჩვენ მამებში მოხდა რაღაცა ისა და დავასწრით, რომ მამებმა ეს საქმე გაარჩიონ და არ დავიწყებთ სულიერი შვილები ხანემირთის ბნელის ძახლის და ხან მეორის განკითხვას და ამას კითხვის ნიშნებით ვიკითხავთ და სხვა ორგანოს გადავცემთ ამას გასასჯელად და იმის რა ქვია მის გამოსატანად, ვერდიქტის გამოსატანად, მაშინ ჩვენ არ შევცდებით და არ ავირევით. თორე მე აღმოვაჩენთ, რომ იმ ამაოსაც ძალიან დიდი დამსახურებები აქვს ეკლესიის წინაშე, მეორესაც უზარმაზარი დამსახურებები აქვს და თავისი გულმოდგინებით უბრალოდ რაღაცაში ცოტა ზედმეტი მოსდის. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცაში ზედმეტი მოვდის, ახლა ვიღაცა მე კიდე გამიმწვავოს ეს და ნავთი დამისხას. არ არის ეს სწორი. და მე ვფიქრობ, რომ პოზიცია დღევანდელი საპატრიარქოსი არის ძალიან სწორი, რომ არ ცდილობს რაღაცაზე ნავთის დასხმას, არამედ ცდილობს ყველაფრის შეგუება. ადამიანის ბუნება ასეთი. ყველაფერს ამძაფრებს, რაღაცას აბუქებს და საპატრიარქო პირიქით ცდილობს ეს ყველაფერი სიმშვიდისკენ წაიყვანოს და სიყვარულისაკენ.